დავიწყოთ. გიორგი, თქვენგან დავიწყოთ. მე ამ პერიოდის განმავლობაში არა მარტო მე თქვენს ყველამ დარწმუნებული ვარ, კარგად ვიცით სახალხო დამცველის და ამ აპარატის გარშემო არსებული ვითარება როგორია. ხალხში გაჩენილი პროტესტი, ის რომ სახალხო დამცველი ხალხის ინტერესებს არ იცავს, ის რომ ფუნქციურად აშკარად დაქვეითებულია ამ ინსტიტუციის ქმედით უნარიანობა. თითქოს იმ საქმეს, რასაც ეს ინსტიტუცია უნდა აკეთებდეს, აღარ აკეთებს. ამაზე მეტყველებს ის, რომ ხალხში ამ ინსტიტუტის მიმართ გაჩნდა აბსოლუტური უნდობლობა. რა ხდებოდა შეგინდ, როგორია თქვენი შეფასება ამ ინსტიტუციის მუშაობის ბოლო პერიოდის განმავლობაში, მით უმეტეს განსაკუთრებით ალბათ ბოლო სახალხო დამცველის პერიოდში და რა იყო მთავარი мотиваცია, რატომაც თქვენ გადაწყვეტეთ, რომ დაგეტოვებინათ ეს ინსტიტუტი? მოგესალმებით, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის პიროვნებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და პრინციპში ამ საბჭოს ფარგლებში მუშაობის განმავლობაში მომიწია რამდენიმე ბოლო სახალხო დამცველთან კომუნიკაცია უჩან ანუაშვილთან, ნინო ლომჯარიასთან და ახლა უკვე ლევან იოსელიანთან. და აშკარა არის, რომ ლევან იოსელიანის ეს ჭყალებში ნეიტრალური, მაგრამ გამოდის, რომ შინაარსისგან დაცლილი პოზიცია, ტექნიკური პოზიცია მათ შორის ხელს უწყობს იმას, რომ მთლიანად აპარატის საქმიანობა არის დღეს უფუნქციოდ დარჩენილი და ისევე როგორც საბჭოს შეეხება ეს პირდაპირ, ანუ წინა სახალხო დამცველების პოზიციიდან გამომდინარე, ამ საბჭოში ვერ ხერხდებოდა დიქტატურის დამყარება კოორდინატორების მხრიდან, ვინც შეიძლება ითქვას, რომ აფილირებულია ხელისუფლებასთან ამ კონკრეტულ ჭრილში. თუმცა დღეს ლევან იოსელიანი მაქსიმალურად დისტანცირებს ამ საბჭოსგან, ამბობს, რომ მისი ვალდებულებები არ არის, რომ საერთოდ დააკვირდეს იქ შექმნილ ვითარებას და თავად კოორდინატორებთან ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. კოორდინატორები კი პრაქტიკულად იქ ამყარებენ იერარქიას. ჩვენ ვნახეთ, რომ ჯერ შეხვედრები გამართეს უკვე არალეგიტიმურ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც მაგალითად შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატი მას უწოდებს საბჭოს ხელმძღვანელებს ჭყალებში და არა კოორდინატორებს. არანაირი ფუნქცია, უფლებამოსილება რომ იყვნენ ამ საბჭოს ჭყალებში ხელმძღვანელები არ აქვთ. იქ მოხდა დაცხრილება რეალურად, არ პატიჟობენ შეხვედრებზე თავისუფლად მოაზროვნე და დამოუკიდებელ ადამიანებს, მათ შორის ბოლო შეხვედრაზე მაგალითად მეც არ დამპატიჟეს, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება ჰქონდათ და პატიჟობენ საბჭოთა ნომენკლატურას, რომელიც მორჩილად ექვემდებარება მათ დღის წესრიგს და მაგალითად აყენებს აი ახლა ბოლო შეხვედრა რომელიც გაიმართა პრაქტიკულად სანამ მე არ დავიწყებდი და შემის მერე კიდე რამდენიმე პატივსაცემი წევრი ამ საბჭოსი საუბარს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, მზია ამაღლობელზე, პოლიტპატიმრებზე და საერთოდ აი ამ პროტესტზე საუბარი იყო არარეალურ თემებზე, მაგალითად რომ ეთნიკურ უმცირესობებს გასართობი აკლიათ ამ ქვეყანაში და საერთოდ არ საუბრობდნენ გეგონება ეთნიკური უმცირესობები, რაც გამიჯნული ნაწილი ამ საზოგადოების და არ ხედავს და არ მონაწილეობს აი იმ მთელ პროცესში, რომელიც 67 დღე არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს არის სწორედ საბჭოთა ტიპის მიდგომა, როდესაც ეთნიკური უმცირესობები რაღაც გარიყული კონტროლის ქვეშ მყოფი და რაღაც მარგინალური ჯგუფები არიან, ვისაც ზემოდან უნდა ელაპარაკოს თურმე ხელისუფალი. სანამ ამ თემას გავაგრძელებდეთ, მე მინდა გითხოთ ძველი სახალხო დამცველების დროს როგორი იყო სიტუაცია? რა ხდებოდა ამ კუთხით ტექნიკურად? აი, რამდენად შეთანხმებულად და კოორდინირებულად ხდებოდა? რამდენად ერეოდნენ საბჭოს საქმიანობაში? აი ეს როგორ ხდებოდა შედარება რომ გავაკეთოთ, აი მაყურებლისთვის რომ თვალსაჩინო გახდეს, რა სხვაობა არის დღეს? ანუ რა შეიცვალა? ძალიან მარტივი არის სხვაობა, იმიტომ რომ იურიდიულად ფუნქციები არ შეცვლილა. უბრალოდ წინა სახალხო დამცველები თუ დააყენებდნენ საკითხს, რომ დაუშვებელი არის მაგალითად საბჭოს წევრის არ დაპატიჟება შეხვედრაზე, საბჭოს შეხვედრაზე ან მაგალითად ჩვენ ქონდა გამოცდილება, რომ იგივე სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო მაგალითად შეხვედრას აწყობდა, ну წარმოუდგენელია ხო სახელშივე დევს ეგ და შავი სია ქონდათ ჩვენი საბჭოდან, ვინ უნდა დაპატიჟონ და ვინ არა. ანუ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ხდება უბრალოდ იმ პირების მიერ, ვინც ადამიანის უფლებებს იცავს, უნდა იცავდეს, ვინც სამოქალაქო თანასწორობას და იმ დროს სახალხო დამცველი ამას მკაფიოდ შეაფასებდა, რომ ეს არის დაუშვებელი და იტყოდა და ამბობდა კიდევაც, რომ დაპატიჟეთ, ჩართეთ აუცილებლად და გარკვეული, ასე თქვით, მიმართვა იყო. დღეს სახალხო დამცველი იგივე ამ შეხვედრაზე, როცა ვთქვი, რომ იქ ვიყავი ერთადერთი პრაქტიკულად, ვინც არ იყო დაპატიჟებული, მაგრამ მაინც მივედი, ამაზე რეაქცია უბრალოდ არ ქონდა. არ შეაფასა. ზუსტად ისე იქცევა, როგორც იქცევა მთელი ქვეყნის მიმართ. ტექნიკურად სადმე თუ ჭირდება, ვალდებულია, იძულებულია შეაფასოს, ხანდახან ტექნიკურად აფასებს,
მაგრამ ძირითადად უბრალოდ ტოვებს რეაგირების გარეშე და ხო თავის ფუნქციას ასრულებს ნომინალურად. განცხადებები ყოველთვის, რადგან ამ საბჭოში როგორც აღნიშნეთ 100-ზე მეტი წევრი იყო და პრაქტიკულად უმრავლესობა ფუნქციური არ იყო, არასდროს არ ერთვეოდა საქმიანობაში, ამიტომ განცხადებები მიღება ხდებოდა ათობით ორგანიზაციის მიერ ხოლმე პრაქტიკაში და არასდროს უმრავლესობით, იმიტომ რომ უმრავლესობა უბრალოდ არასდროს არ ესწრებოდა ამ შეხვედრებს. იურიდიულად იყვნენ მხოლოდ. და როცა დადგა რუსული კანონის პირველი ვერსია, შემდეგ უკვე მეორე ვერსია, ხო, მეორე წელს, იქ ზუსტად იგივე პროცედურები გამართა, რომ დაიწყო დავა იმაზე, რომ არ შეიძლება ამაზე განცხადების გაკეთება. რაოდენობა არასაკმარისია თურმე, რაც ტექნიკურად შეუძლებელი იყო. დამსწრეთა უმრავლესობა ნამდვილად იყო და აშკარად ჩანდა, რომ იგივე კოორდინატორების მხრიდან, ამ შემთხვევაში კობა ჩოფლიანი და იზაბელა ოსიპოვა, ორივეს მცდელობა ჰქონდა, რომ შეეზღუდა რუსული კანონის წინააღმდეგ ეს განცხადებები, არადა მათი ვალდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებების დაცვა, იმიტომ რომ იქ მყოფი ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან და აქ უკვე იკვეთებოდა, რომ სრულიად სხვა ტიპის მიდგომები აქვთ. პრინციპში იზაბელა ოსიპოვას შემთხვევაში ეს უფრო ნათელი ჩანს ეხლა, როდესაც ბორდის სხდომებს ვუყურებთ, ის წარდგენილი ამ საბჭოს მიერ ბორდში საზოგადოებრივი მაუწყებლის და თუნდაც ბოლო მისი ეთერი, სადაც მაკაცინცაძესთან ამას განიხილავდნენ ამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან არსებულ პროცესებს, ცხადყოფს, რომ ეს ადამიანი რეჟიმის მსახური არის ამ შემთხვევაში და ისე როგორც კობა სამწუხაროდ და რომ შევაფასოთ პიროვნებების მიღმა, ჩვენ ხედავთ, რომ რეჟიმმა კონტროლის ქვეშ აიყვანა გონგო ორგანიზაციების რაოდენობა გაზარდა, გამმარტა, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც რეალურად არ არის არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაცია არის, მათ მიერ შექმნილი, მათ მიერ ხარდაჭერილი და კონტროლირებადი არის. ამავდროულად ეს კოორდინატორებიც კონტროლის ქვეშ არის და სახალხო დამცველი პირდაპირ რომ ვთქვათ, პრაქტიკულად ზუსტად იმას ასრულებს, რაც მათ აწყობთ, იმიტომ რომ ღიად სახელისუფლებო პოზიციებზე უბრალოდ ვერ იქნება, ეს აშკარა არის და აი მაქსიმალურად ახლოს არის სახელისუფლებო პოზიციებთან დღევანდელი სახალხო დამცველი. ანუ ჩვენ კარგავთ ამ ინსტიტუტს, ამ გავლენას, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან რთული არის, რთული პროცესი არის და ეხლა ამას აპირებენ გამოიყენონ ლეგიტიმაციის წყაროდ. აი ხა, რას აპირებთ ეხლა? იმ ორგანიზაციებმა, რომელმაც ეს საბჭო დატოვეთ, რა განწყობით დატოვეთ, ანუ რას ფიქრობთ, როგორ ხედავთ საკუთარ მომავალს და რამდენად პერსპექტიულია ის, რასაც გეკმოთ? რადგანაც ჩვენ კაფეოდ ვაფიქსირებთ, რომ ეს საბჭო ახლა უკვე ყალბი ლეგიტიმაციის მიზნით იქნება გამოყენებული და მათ შორის ეთნიკური უმცირესობების სახელით ისეთი ტიპის განცხადების გაკეთებით გააკეთებენ და საქმიანობას, რომელიც ხელშეუწყობს ამ რუსულ სისტემას, რომელიც დამკვიდრებულია, ამის ალტერნატივას ვქნით, ეს არის ეთნიკური მრავალფეროვნების საბჭო, დამოუკიდებელი პიროვნებებისგან შემდგარი ორგანიზაციებისგან, ვისაც სურვილი ექნება, ვისაც აღელვებს ქვეყანაში შექმნილი ვითარება, აღელვებს ის, რომ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ამ ქვეყანაში მართლა გვჭირდება და პრობლემები მოსაგვარებელი გვაქვს ჩქარა იმისთვის, რომ გადავიდეთ სახელმწიფოს მშენებლობის შემდეგ ეტაპზე, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან, იმიტომ რომ წელავენ 35 წელია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას ამ ქვეყანაში და გაუგებარია საერთოდ რატო ხდება ეს, იმიტომ რომ ამის მოგვარების პოლიტიკური ნება რო არსებობდეს, წელიწადში არის შესაძლებელი ყველა პრობლემის მოგვარება და შემდეგ უკვე ქვეყნის გაერთიანება და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მტერს, რუსეთს ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენ რომ გახლეჩილი ეთნიკურად, რელიგიურად, სხვა კონტექსტით. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ შევძლოთ მტრის მოგერიება აი ამ ისტორიულ ეტაპზე და სწორედ ამიტომ ეს ეთნიკური მრავალფეროვნების საბჭო დაკომპლექტდება, ამაში დაემატება მეტი ადამიანი. რა ეტაპზე ხართ ახლა? აი, პირველი ეტაპი არის, რომ გამოვედით ახლა და 7 ორგანიზაცია არის. ფორმალურად დასრულდა ეს გამოსვლის ეტაპი. თუმცა ველოდებით ახლა, რომ უფრო მეტი ადამიანი ამას შეუერთდება, სწორედ ამისთვის ვიყენებთ ყველა პლატფორმას და რა თქმა უნდა, გვეყოლება ძლიერი, ასეთი დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ასევე დავაყენებთ დღის წესრიგში, რომ სახალხო დამცველთან ცალკე შეხვდეთ და რეალური საკითხები დავაყენოთ და ვნახოთ ამ გარემოში როგორ გვიპასუხებს რეალურ პრობლემებს და რა ის რაც მაგალითად ბოლო შეხვედრაზე დაყენდა, როცა საუბარი იყო სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ეთნიკური უმცირესობების, როცა ეს პრობლემები საერთო არის ყველასთვის და საუბარი იყო რომ გართობა აკლიათ ეთნიკური უმცირესობებს, სერიოზული არ არის ამაზე უბრალოდ მსჯელობა. შესაბამისად რეალურ საკითხებს დავაყენებთ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ვერ დავაყენებთ ამ რეალურ საკითხებს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან. 26 ოქტომბრამდე ამას ვაკეთებდით, იმიტომ რომ ლეგიტიმურები იყვნენ. ეხლა ესენი არ არიან ლეგიტიმურები, სწორედ ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ყველანი ერთად მონაწილეობთ საერთო სახალხო ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის განთავისუფლების რუსული ამ საბჭოთა ტიპის რეჟიმისგან, რომლის შედეგადაც მხოლოდ ამის მე როცა ფესვებით შევცვლით ამ მანკიერ სისტემას, შევძლებთ უკვე რეალურად ვისაუბროთ